საღამო მშვიდობისა ყველას ჩემო ტკბილებო, მოვედი ესეთი ტიპის საჯარო გაშლი თქვენთან. ახლა ვისთანაც გაქვს ემოციური კავშირი, არ ვიცი რაღაცა ეს კონექშენი რაც არის. ვისთანაც არ იმყოფები, არც ამ კუთხეში, არც მოკლედ მესამე პირები, სადაც არ ყავს და არ ყავთ. კონკრეტულად ასეთ წყვილებზე მინდა გავაკეთო გაშლა. ვნახოთ რა გელოდებათ, მაგრამ იქამდე სანამ ვნახავთ რა გელოდებათ. მოდი ვნახოთ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. როგორი არის მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით და ზოგადად აი დამოკიდებულება ამჟამინდელი მისი შენდანი. აი როგორია. როგორია, აბა ვნახოთ. დამოკიდებულება, ფიქრები. რვიანი თასები და პლუს გვაქვს რვიანი ხმლები ფონად. რვიანი თასები. შემდგომ სიკვდილი. მერე ხუთიანი ხმლები. როგორც ჩანს, ქურუმი ქალი და სამსჯავრო და ერთიც და შეყარებულები. კარმული ურთიერთობა არის, მე რომ მაინც ვაგრძელებ არკანების ამოღებას. კარმული ურთიერთობა არის, რომელი კარმული ურთიერთობაც ჩემო ბავშვებო ძალიან ბევრჯერ თითქოს აქ შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, როდესაც რაღაცები ბევრჯერ დაიწყო თავიდან, ბევრჯერ დასრულდა, ბევრჯერ იყო გაურკვევლობა, ბევრჯერ იყო გულისტკენა. თქვენ შორის არის გაუთქმელი გრძნობები. აქ შეიძლება ურთიერთობას ჯერ სტატუსიც არა აქვს და იყოს უბრალოდ რაღაცა ემოციებისა და სიმპათიების რაღაც აი სიმპათია რო უკვე შეჩვევა მიჯაჭვულობაში გადადის და იქ ემოციები რო იჩენენ უკვე თავს, აი ეს ვარიანტი არის. აქ არის ურთიერთობა, რომელი ურთიერთობაც ესე ჰაერზე არ მოსულა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ახლა თუნდაც კონტაქტი გქონდეთ, გაურკვევლობას უფევს თქვენ შორის და რატომღაც განცდა გაქვთ იმისი ერთსაც და მეორესაც, რომ აი რა უნდა ამ ადამიანს ჩემგან ის შენზე ასე ფიქრობ, შენ მასზე ასე ფიქრობ. შეიძლება ითქვას, რომ გეგონათ, რომ არაფერი არ იქნებოდა, საერთოდ აღარ გამოჩნდებოდა, მაგრამ გამოჩნდა და აი დაამტკიცა, რომ აი თუ არ მაინტერესებ, აბა რატო არ მანებებს თავს. აი ჩნდება ქრებას კაცი არ არის ან ქალი. აქ არის უფრო სიტუაცია, როცა ბევრჯერ აწყენინეთ რაღაც ერთმანეთს ორივემ და აი ამის გამო იყო ბორძიკით აქამდე მოსვლა, რასაც აქ უყურებთ. ამიტომ ხელი შემშლელი ფაქტორები აქ იყო. რას ფიქრობს შენზე? ფიქრობს აქ ადამიანი, რომ შენ არ ხარ ასე ჰაერზე მოსული პიროვნება მის ცხოვრებაში, შენ არ ხარ ის ქალი, რომელიც აი ასე შემთხვევით გამოჩნდა და მოვიდა მის ცხოვრებაში. ფიქრობს, რომ შენ გამო თავს ბევრჯერ გადააბიჯა. აი ამის ფიქრები აქვს, იმიტომ რომ მე ბევრჯერ წავედიო მის ცხოვრებიდან. აქ ფიქრობს, მაგრამ იმდენად დიდ ემოციურ კავშირს გრძნობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გადაწყვიტა, რომ აი გავეცალო და თავი დავანებო, თავი ვერ დაგანება, იმიტომ რომ აქ იყო დაზვერვა, სერიოზული ჩასაფრება, თვალთვალი, ყურება, დაკვირვება სოციალურ ქსელებზე მაქვს საუბარი, რასაკვირველია. აი რაღაცა ფეხ ნაბიჯ რომ მოყვება და ის შენი ჩრდილი რო ყველგან დაყვება, აქ ესეთი ამბავი არის. შეყვარებულები, პენტაკლების ტუზი და გავაგრძელოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი შენზე, რას ფიქრობს შენზე. კი ბატონო, სიმძიმე აქვს ამ ურთიერთობას და რაღაცნაირად ფიქრობს იმას, რომ თითქოს ყველა ტვირთი მან ზიდა, რაღაცნაირად ასეთი განცდა აქვს და უნდა რომ ცოტა შენს წაეშველო და ცოტა შენს მიეშველო ხელი, ფეხი, არ ვიცი, შეიძლება დაგვარად ყველაფერი იმისათვის, რომ აი ეს სიმძიმე, ან უთქმელობა, ან გაუთქმელი გრძნობები, გაუჟღერებელი, რაც თქვენ შორის არის, უნდა რომ შენს დაეხმარო და იმის მაგივრად რომ ამ სიმძიმეში იყოთ, გადახვიდეთ აი იმ რაღაცა ახალ პერიოდს, როგორ დავარქვა. ხო, ახალ ფაზაზე რა, ახალ პერიოდს გთავაზობს აქ პიროვნება. ახალი პერიოდი უნდა დაიწყოს. იდეაშიც ასე იქნება, აქ ახალი რაღაცები უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ნახეთ, ამ ადამიანს უნდა რომ თავი გამოიჩინოს, უნდა რომ სადღაცას წაგიყვანოს, უნდა რომ რაღაცები შემოგთავაზოს, რაღაცები დაგათვალიერებინოს, განახოს და აი გაჩვენოს, რომ აი უყურე ახლა რომ ესე წიმაში და ჭექაქუხილში ვარ, თუ გამომყვები რეალურად, მე შენ გაჩვენებ, როგორი ლამაზია ის მზის ამოსვლა, ან მზის ჩასვლა, ხო? იმიტომ რომ აქ მზეს ხედავთ, ვერსად ვერ ხედავთ. აქ არის სიმძიმე, აქ არის რაღაც პონჩი, აი ვიტყვეს რაღაც პონჩი ცხოვრებაში არ მithქვამს რა რაღაც პონჩი.
აქ არის ასევე ის კოლგები, ეს არის დახურული, აი რაღაც თავზე რაც ახურავს, აფარავს თუ აფარია თუ რა ვიცი როგორ ვთქვა, კომპლექსებსაც ნიშნავს რაღაც მხრივ რა, რაღაც სიმძიმე რისი ზიდვაც აღარ უნდა რა და უნდა რომ აჰა თასების ტურზე ნუ აქ ადამიანს უნდა შენთან სიყვარული უნდა გამოხატვა უნდა რომ აი რა უნდა იცით აი ასე გაჩერებულები კი არ იყოთ აი ყველგან წახვიდეთ იქ წაგიყვანოთ აქ წაგიყვანოთ ის გაგაცნოთ ის დაგანახოთ და აი ამ პროცესში შეგიყვარდეთ ეს უნდა აი თან რაღაცები დაგათვალიერებინოს თან რაღაცები მოგიტანოს თან რაღაცები გაჩუქოს თან რაღაცები მოგთავაზოს და ამასობაში გაანალიზო და გაათვითცნობიეროს იმანაც კიდე უფრო მეტად, იმიტომ რომ მას აქვს გრძნობა ბავშვობა. შეიძლება შენც გაქვს, მაგრამ თვითონ არ იცის გაქვს თუ არა. აი ამ რაღაცა საჩუქრები, პლუს ამას შანსი გამოიყენოს შენთან, არჩევანი გაგაკეთებინოს, რომ შენ გინდა ეს კაცი და მასაც შენ უნდი ხარ, გაჩვენოს, დაგათვალიერებინოს რაღაცეები და აი აქ გაათვითცნობიერო, რომ ვაიმე შემიყვარდა და თან როგორ შემიყვარდა. აი ამაში აქვს საქმე. ამაშია საქმე. ნახოთ, ახლა რა ხდება თქვენ შორის? რა სიტუაცია არის, არ ვიცი. რა სიტუაციაში ხართ, რა ხდება, რა მდგომარეობა არის? შენი და ამ ადამიანის, ესე ვთქვათ, ურთიერთობაში ახლა. ექვსიანი კვერთხები, კი ბატონო. ჯობზე მგელმა შეჭამა არის აქ უფრო. ოღონდ ციცილ-სიცილით. ორიანი თასები და ექვსიანი კვერთხები. აი, მოკლედ და მარტივად ვიტყვი რა, ახალი აქ, ახალი აჩრიტინებული ურთიერთობა არის, იმიტომ რომ ფონი მაქვს კვერთხების პაჟის, ახლა წამოსულია ის შხაპუნა წვიმა, რაც ახლა თქვენ შორის ხდება და იცით რა პერიოდს გადიხარ? ძალიან მალე რომ უნდა გასკდეს ის ამბავი და გაიგოს და ან გაიგო, რომ აქ არის გრძნობა, რომ მას უნდა შენთან ერთად ყოფნა, რომ მას შენ უყვარხარ. რომ ეს უგრძნობად არ არის. რა ხდება შენს ცხოვრებაში? აქ არის ურთიერთობა, რომელი ურთიერთობაც არის საბედისწერო, ბევრი შემთხვევაში და აი ნახეთ, თითქოს აი შენს უღელზე უნდა დაისხას აი რაღაცნაირი წყალი, თქვენს ბედის ბორბალზე უნდა გადმოესხას აი სამყაროს მხრიდან ის წყალი, რასაც აი სიყვარულის თასებიდან ხედავთ ხოლმე გადმოდინებულს, ხო? აქ არის ამ შემთხვევაში პერიოდი, როდესაც აი ბიჭიკო ზის და ფიქრობს რა გააკეთოს ისე, როგორ გააკეთოს ისე რომ შენი გული მოიგოს. თუნდაც ამ შემთხვევაში ელოდე მისგან რაღაცა აი ღამის საათებში აი შეიძლება მოგწეროს რომ აი შენ სახლთან ვარ და ჩამოირბინე ან რაღაცა მოგიტანე, რაღაცა საჩუქარს ელოდე შენ მისგან ჩემოდგბილო. ოღონდ აი ეშმაკურად შეგირჩევს რაღაცა ისეც რითიც შენგან მოყვება პასუხი. ანუ საპასუხოდ შენი მხრიდანაც იქნება თბილი ემოცია. ნახე შვიდიანი ხმლები ყველაზე ისეთი ცოტა ისეთი არკანი არის, მაიმუნი არკანი, ხა სიტყვა ისე თქმაც მინდა, ცოტა მინდა, მაგრამ არ ვიტყვი. ხო და აქ ისე ხატია, რომ რაღაცა იმ მთვარე, მდუმარება, ღამის საათები ფარულად ხდება, რაღაც ჩუმად ხდება. ნახეთ, აი ჩუმად აწვდის სიბნელე აქ დაყრილი აქვს ეს თავისი ხმლები, როგორც ხედავთ და ვარდების დიდი თაიგული ხო ვარდებია, კი. ვარდების დიდი თაიგულით არის მისული გოგოსთან. მისგან ელოდე უახლოეს პერიოდში რაღაცას მოგიტანს ეს ადამიანი, რაღაცას გაჩუქებს ეს ადამიანი. ოღონდ აი ამას გააკეთებს ისე რომ შენში გამოიწვიოს აი რაღაცა ჟრიამული სიხარული, რაღაცა გაგიხარდეს წაიკივლო, ან აი რაღაცა აგიწითილდეს ლოყები, სიამოვნებას მოგანიჭებს, აი რაღაც დატკბები, ესე რომ ვაიმე ეს კაცი მე ჩემია, ეს კაც მე მომიტანა, ეს აი რაღაცა ესე. ანუ პერიოდი, რასაც ახლა გადიხართ, ნახეთ, აი წეღან რო ვთქვით, რომ რას ფიქრობთ, თქვენზე მეთქი და აი გამოდიოდა, რომ აი ბევრჯერ გაიარეთ ის პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც ცხოვრებაში რა ამ ურთიერთობაში რა ბევრჯერ დაიწყეთ თავიდან და ვერ გახვედით ფონს, აი იმ ფონის შემოსვლა ამოდის ეხლა, რომ აი მალე უნდა მოხდეს აქ აღიარება, სულ მისი მაიმუნობების მოლოდინში იყავი, რაღაცას ისე შეგისრულებს, ისე გაგიკეთებს, რომ ხვალსა და ხელს შუა აღმოჩნდები მასთან ურთიერთობაში. რაც შეეხება ახლა მოტივი თქვენი და მისი აქ ის რო არის, რომ შენის მოარჯულო და იმანს შენი მორჯულება რო უნდა, საბოლოო ჯამში ვინდის მოარჯულებს მოდი ვნახოთ. საბოლოო ჯამში აქ ის მოხდება, რომ ელოდე მისგან საჩუქრების ცვენას, ელოდე მისგან თაიგულებს, ელოდე მისგან რაღაცას, რასაც წამოიღებს, მოგიტანს, ან გამოგიგზავნის, ან რაღაცა მსგავსი. საბოლოო ჯამში რა მოხდება? სიმძიმე გასაგებია. და აქ რაღაცნაირად მგონია, ვფიქრობ, რომ აქ გრძელვადიანი ურთიერთობა უნდა გაჩაღდეს.
გაუჭირდება, იცით, თქვენი მორჯულება, თქვენ მისი მორჯულება. აქ სიყვარული არის, აქ გრძნობა არის და აქ ესე იოლად არაფერი არ დასრულდება. რა მოხდება, ხო? აი რა მოხდება, ეხლა გადიხართ იმ პერიოდს, როდესაც აი ეს სიმძიმეები უნდა გადააგდოთ, როდესაც აღიარებას უნდა ელოდო შენ მისგან, აი რაღაცა მოხდება ისეთი, ან შეიძლება და ხო, აქტუალური ხარ რა იქნება კიდევ. აი ამ თვის ბოლომდე, ამ თვის განმავლობაში სადღაცას წასვლას შემოგთავაზებს. და მე ავიღებ პასუხისმგებლობას, მე მინდა ვიკისროვ რაღაცა, მე მინდა თვითონ დაგეგმავს, თვითონ მოიფიქრებს და ამას ისე შემოგაპარებს, რომ აი რაღაცნაირად აი უარს ვერ ეტყვი, გამიგე? აი უარს ვერ ეტყვი. ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? ახლა მე დაგანახებთ რა ხდება მის ცხოვრებაში. აქ არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, პაკლოვნიკი ქალი ყავს, ხო? ეს რატო დაიბუნდა ესე? ბევრი ქალი ეტრფის. და ანალოგიური ხდება შენთანაც, შენს ბევრი ადამიანი, ბევრი მამაკაცი გეტრფის, მაგრამ ახლა რა ხდება? ერთსაც და მეორესაც გაქვთ აი ეს ყველაფერი, აი თავდაყირა დაკიდებული ფეხებზე, ხო, არ გსურთ, არ გაქვთ ხვების მიმართ ინტერესი. პარალელურად რა ხდება? ერთმანეთის გვერდში დგომა გინდათ, ერთმანეთისთვის გინდათ იყო მუზა, ერთმანეთის. აი ეს გინდათ თქვენ. იმას უნდა შენთვის რაღაცების გაკეთება და მზადება, შენ კიდევ გინდა რომ ის გვერდით იყოს, სანამ ის რაღაცა შენთვის აკეთებს და იყო მისი მუზა, ეგრეთ წოდებული, ხო? აი ესეთი სიტუაცია ჩანს აქ. მოდი ვნახოთ რას გრძნობს, როგორი არის მისი ემოციები შენთან დაკავშირებით, აი რას გრძნობს ეს ადამიანი შენს მიმართ. მისი გრძნობები, მისი ემოციები როგორია? აი ახლა რას გრძნობს იმპერატრიცა, მისთვის შენ ხარ ხო. ფონი რა მაქვს 7-იანი თასების. მოდი ესე ვიტყვი რა, რითი მოგაწონოს თავი, რითი განუგეშოს, რითი გაგაბედნიეროს არ იცის, რა შემოგთავაზოს არ იცის. რას გრძნობ კიდევ? შეყვარებულები, იმპერატრიცას ფონი ამოვიღე, უბრალოდ აქ დავდე 7-იანი თასების, 8-იანი თასები, მე რასთან არის დაკავშირებული? უყვარ ხარ. ნახე, არჩევანი უნდა რომ გააკეთო. ნახე, იმპერატრიცა, შეყვარებულები, 8-იანი თასები, 2-იანი თასები. ანუ უნდა რომ არჩევანის რეჟიმიდან გამოგიყვანოს, გააკეთო მასზე არჩევანი, საბოლოოდ აირჩიო, დააკანონო, ესე ვთქვათ, ბეჭედით, რომ კი მე ნამდვილად შენ გეკუთვნი და იყო მასთან აი ამ სიყვარულში. აი ეს უნდა, აი ამას გრძნობს. მთვარე, აქ აქ სერიოზულად აქ ამას აი რაღაც ფანტაზიებში, სიზმრებში ძინავს, გვიძავს, მუშაობს, არ აქვს მნიშვნელობა რას ეკეთებს, ობსესიურად უნდა ამ კაცს რომ იყოს შენ მის ცხოვრებაში, აქ შენზე ფიქრობს ეს ადამიანი, ნახეთ, წევს, ძინავს თუ რა შვება, არ აქვს მნიშვნელობა, აი იმდენად ღამე უნდება შენთან ყოფნა, ოღონდ განა აი მხოლოდ სექსუალური თვალსაზრისით, აქ უნდა რომ აი მოგიპოვოს, მოგინადიროს, ხო მაინც ჩემი გახდა, ხო მაინც მოვიგე, აი რაღაცა ესე, როგორც ლატარიაში რომ მილიარდი მოიგო, იმისთვის მაგის ფასი გაგხვდები? იმიტომ რომ რთულია შენთან ურთიერთობა, რთულია შენთვის რაღაცაში რომ დაგარწმუნოს და პენტაკლების ტუზი ხარ მისთვის მოგიპოვოს უნდა. იმიტომ რომ უნდა რომ აი მისი ქალი გერქვას, მისი იყოს შენი იმპერატორი და შენ იყო მისი იმპერატრიცა. თან ანუ არ გემეტება შენი თავი მისთვის, შეიძლება რაღაცა უჟმოტავ ემოციას, უჟმოტავ რაღაცა სიტყვებს, სითბოს და შესაბამისად აი ეს აბრაზებს და აბნევს, მაგრამ მაინც ჩემი გახდებაო იძახის. ერთნაირ ენერგიებში ხართ, გექცევა კარგად, ექცევი კარგად და ასევე პირიქით. გრძნობს აქ ადამიანი იმას, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ეს კაცი შენ მოგიპოვებს. ნახოთ ახლა განვითარება, რა მოხდება თქვენ შორის, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, უყვარ ხარ ამ ადამიანს, შენ არ გაქვს მის მიმართ ისეთი ძლიერი ლტოლვა, ისეთი ძლიერი მიჯაჭვულობა, ისეთი ძლიერი ემოცია, როგორიც აქვს მას შენს მიმართ, ესე ვიტყოდ. როგორ განვითარდება ამჟამინდელი სიტუაცია შენსა და ამ ადამიანს შორის, აბა ვნახოთ. პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე შეძლებთ მხოლოდ ინსტაგრამზე დაკავშირებას, სხვა სოციალური ქსელი და ნომერი ფიზიკურად არ არსებობს, აღარ მაქვს. ამიტომ ინსტაგრამზე ქართული შრიფტით შენი ხიორი. არ გაქვთ ინსტაგრამი, გააკეთეთ ინსტაგრამი 21 საუკუნეში ისე განვითარებული ყველაფერი, რომ უმარტივესია ინსტაგრამი დამიჯერეთ, უფრო გაართულებს მე მგონი Facebook, ინსტაგრამი ისე იოლია. ნახოთ ახლა განვითარება შენი და ამ ადამიანის. განვითარება, შენ თასები. პენტაკლების ტუზი, საჩუქრები.
ვარე, სადღაც გასვლები გარეთ რაღაცა ესე. აი ენდომება რომ რაღაც ღირსშესანიშნაობები გაჩვენოს, რაღაცით მოგნუსხოს, რაღაც დაგანახოს. აი მზად იყავი იმისათვის, რომ მასთან ძალიან ისეთი ბევრი პაემანი, ბევრი შეხვედრა, აი მონუსხვა უნდა რომ მოგნუსხოს. თუ ფინანსურად ძლიერი კაცია, განსაკუთრებით ამითი უნდა რომ გავლენა მოახდინოს შენზე, რომ აი რა შევთავაზო, ფიქრობს, რომ მოვნუსხო, რომ უფრო მოვეწონო, რომ უფრო მისთვის ესე ფიგურა გამოჩნდეო ძლიერიო რა, ახლა თქვი და დაადასტურა იმპერატორი ამოვიდა. როგორ განვითარდება? უნდა რომ ის თვალში იყო იმპერატორი და აღარ უნდა რომ ჩამოკიდებული იყოს ესე ვთქვა თქვენი ურთიერთობა. როგორ განვითარდება და სულ არაფერი არ მოიმოქმედოთ ან ერთმა ან მეორემ, სამყარო, ბედი, ისეთი რაღაცა არის, რომ რაც გიწერია, არ აქცდება, შენ ბედია. უმეტესობის შემთხვევაში ეს გაშლა ხო ყველაზე ვერ რეზონირდება, ალბათ 30% უნდა 30%-ისთვის იწერება. და რეალურად რა მოხდება? ბედი თავისას იტყვის რა, ბედი თავისას გააკეთებს და ამ თქვენ სისულელეებს ნუ ვეღარ ითმენს, უკვე ვეღარ იტევს ეს ცხოვრება და რაღაცნაირად თითქოს ისე დატრიალდება ყველაფერი, რომ თქვენ შეკყრით ერთად. იყავით ფრთხილად, ნუ დაფეხმძიმდებით მაინც და მაინც ესე უცბად. მოხდება თქვენ შორის სექსუალური კავშირი მოხდება ისე, რომ აქ თან ხედრი იქნება ემოციასთან, გრძნობასთან, მოგიპოვებს ეს კაცი, მოგინადირებს და შემოგთავაზებს ოფიციალურობას, შემოგთავაზებს ესე სახლში დივან კრესლოზე წამოჯდომას, აქ ოფიციალური ქორწინების ძალიან დიდი პერსპექტივები ჩანს. ასევე ჩანს ის, რომ ძალიან ბევრ საჩუქარს ელოდე მისგან, დატესტვას ელოდე მისგან. შეიძლება გითხრას, რომ წასულია და ამ დროს მანდ იყოს. შეიძლება გითხრას, რომ მანდარი და ამ დროს წასულია და აი დაგტესტავს ბევრ რაღაცაში. რაღაცებს ისე შემოგთავაზებს და დაგანახებს, რომ აინტერესებს როგორი რეაქცია გექნება. ამისთვის იყავი მზად. რა მოხდება ახლა აქ? რა მოხდება კიდევ? როგორ განვითარდება? ბევრ შემთხვევაში ვიტყვი იმას, რომ თუ კი რაიმე სახის პრობლემები გაქვს ცხოვრებაში, ეს ადამიანი ყველა ამ პრობლემას გაგიქრობს და მოაშორებს შენ ცხოვრებიდან რა. იმიტომ რომ თუ ყველა შენს წინააღმდეგ იყო აქამდე, ეს იქნება ის, ვინც დაგიცავს, ეს იქნება ის, ვინც ზურგს გაგიმყარებს, გაგიმაგრებს და აქ რაც ჩანს, არის რაღაცნაირი საერთო ინტერესები, საერთო აი რაღაცაში დაგიდგება გვერდით, ფინანსურად, მატერიალურად, ემოციურად, ყველანაირი მენტალურად, ყველანაირი გაგებით შენ გვერდით იქნება. ფეხმძიმობა, ყურადღებით თუ შეიძლება. ჩხუბებიც იქნება, კამათიც იქნება, მაგრამ საბედისწერო ურთიერთობა არის და ერთმანეთი უნდა შეგრჩეთ ბოლოს. ამისათვის იყავით მზად. მესამე პირები ვერ დაანგრევენ ამ ურთიერთობას, ეგეც კარგად იცოდეთ, გულში ყავხართ ზედმეტად და ელოდეთ მისგან ძალიან მყარ, სერიოზულ ნაბიჯებს, როგორც პენტაკლების მეფე შეფერება, დიდ საჩუქრებს გაგიკეთებთ ეს ადამიანი და მასაც ვიტყვი, რომ არ ვიცი, ქერის ორმოში ჩავარდებით. თუ კი ვინმე თქვენს ბედნიერებას ხელს უშლის, ყველას და ყველაფერს თავზე დაანგრევს და დაალეწავს იმ თავის კოშკს და ჯუჯუხეთად უქცევს ცხოვრებას. ეს არის ის, რისით მათ შემიძლია. ამ გაშლას დავარქმევ, რომ ის ნამდვილად არის შენი ბედი. არ ვიცი, ბედის წერის კაცი მოსულა შენს ცხოვრებაში და ვინც ხართ დასაოჯახებლები, დაოჯახდებით, ვინც დაუშვათ ერთხელ იყავით უკვე ქორწინებაში და ამ ეტაპზე თავისუფლები ხართ, იცოდეთ, რომ გააქვთ პერსპექტივა ამ ადამიანთან, ამის, ხოლო ვისაც გაქვთ სამკუთხედი, ვისთანაც არის მესამე ფაქტორები, დიდი დოზით, ხო, იმისთვის არ არის არანაირად ეს საჯარო გაშლა. თქვენთვისაც მოვიცლი, თქვენთვისაც ჩავწერ. დაგემშვიდობებით წმენდებზე, ენერგეტიკულ წმენდებზე და კონსულტაციებზე Instagram გვერდზე ქართული შრიფტით შენ here. ასე მიპოვნით. დროებით.